მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, თქვენ უსმენთ აგროორნამენტს. დღეს ვისაუბრებთ სათბურის ასაშენებლად მასალების შერჩევაზე. პოლიკარბონატი თუ ფირი, რომელი მასალა უკეთესი და როდის რომელი უნდა ავარჩიოთ. დავიწყოთ ფირით. ის გაცილებით იაფია, რაც მას მიმზიდველს ხდის დამწყებთათვის და თბილი კლიმატის მქონე რეგიონებისთვის. ფირი უკეთს უმთქავს, რაც ამცირებს კონდენსაციის პრობლემას. თუმცა მისი ექსპლუატაციის ვადა როგორც წესი 2-დან 4 წლამდეა და შემდეგ გამოცვლა საჭიროებს. მეორეს მხრივ გვაქვს პოლიკარბონატი. ის საგრძნობლად დაახლოებით 4-დან 5 ჯერ ძვირია ფირზე. მაგრამ მისი ექსპლუატაციის ვადა 10-15 წელს აღწევს. პოლიკარბონატი უკეთ ინარჩუნებს სითბოს, გრადია, ცეკვისა და ძლიერი ქარის მიმართ, რაც მას იდეალურ არჩევნად აღწევს. კაცრი კლიმატური პირობებისათვის და მათთვის, ვინც გრძელვადიან ინვესტიციას გეგმავს. სინათლის გამტარობას რაც შეეხება, ფირი ოდნავ მეტ სინათლეს ატარებს, რაც დაახლოებით 85-90%-ია. პოლიკარბონატი კი ოდნავ ნაკლებს 80-85%, თუმცა უფრო თანაბრად ანაწილებს მას. მას რა ავარჩიოთ, თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, ან ახლა იწყებ ხარისხიან ფირი უფრო კარგი დასაწყისია. გამოცდილების მიღებასთან ერთად კი შეგიძლიათ პოლიკარბონატზე გადასვლაც განიხილოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალში სათბურის ვენტილაციის მნიშვნელოვან ასპექტებს განვიხილოთ. დროებით.